გესალმებით, დღეს ლელო ძლიერი საქართველოს სახელით სურს გამოვეხმაუროთ იმ ცდელობას აწარმოონ ტერორის კამპანია ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა დღეს დილას, როდესაც 5 სხვადასხვა ლოკაციაზე რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით და რუსეთის სპეცსამსახურების მეთოდოლოგიით რეჟიმი შეიჭრა სოლიდარობის ფონდების დამფუძნებლების სახლებში. ჩვენ პირველ რიგში გსურს, რომ ყველას გამოვუცხადოთ სოლიდარობა, ვუთხრათ მათ, რომ მათ გვერდით იდგება, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, ისევე როგორც თითოეული მოქალაქე ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს გადარჩენა იმ მომავლისგან, რომელსაც ჩვენ დღეს გვიმზადებს რუსეთი, რომლის ამოცანაც დღეს არის 2. ეს პირველ რიგში არის საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გატეხვა და განადგურება. იმიტომ რომ როდესაც ქვეყანას მართავს პირდაპირ რუსეთიდან ადმინისტრირებული პოლიტიკური ძალა, წინააღმდეგობის ხაზი დღეს გადის სწორედ საქართველოს მოქალაქეებზე და საზოგადოებრივ პროტესტზე, რომელსაც უკვე მრავალი თვეა წარმატებით ახორციელებს ჩვენი საზოგადოება. ამ ტერორის მიზანი, მინდა ყველა მიცოდეს, არის სწორედ პროტესტის ჩახშობა, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ჩახშობა და ამას უნდა ვუპასუხოთ ჩვენ მხოლოდ გაზრდილი წინააღმდეგობით. კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა განაცხადოს, რომ არ მოხდება საქართველოში დემოკრატიის გაუქმება, არ მოხდება ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წართმევა, იმიტომ რომ სწორედ ეს არის მეორე ამოცანა, რომელსაც დღეს რუსეთი ცდილობს, რომ განახორციელოს ჩვენს ქვეყანაში. მაშინ, როდესაც ჩვენ გვესმის განცხადებები დასავლეთიდან, რომ მათ არ აქვთ სურვილი, რომ ქართულ ხალხს წაართვან მაგალითად უვიზო მიმოსვლის შანსი, წაართვან თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა შეუძლებელს ხდის გაგრძელდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება რუსეთის დავალებით ყოველდღე ახალ ნაბიჯს გავს იმისთვის, რომ შეუქცევადი აქციოს ეს პროცესი, რასაც ქვია საქართველოს საბოლოოდ ჩახსნა ევროპული სივრციდან, იმიტომ რომ ცხადია აქტივისტების დატერორება, ფონდების დატერორება, რეპრესიები, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო აქტუალური გახდება ისეთი საკითხები, როგორიც მაგალითად არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ევროკავშირთან ყველა თანამშრომლობის ფორმატის გაუქმება. ამიტომ მე მინდა რომ ყველას ესმოდეს, რომ დღეს სოლიდარობას, როდესაც ვუცხადებთ ჩვენ ამ ადამიანებს, ვინც არიან რეპრესიების მსხვერპლი და სამიზნე, ჩვენ პირველ რიგში სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ქვეყანას, საკუთარ ხალხს და მომავალ თაობებს, რომლებმაც უნდა იცხოვრონ თავისუფალ ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოში და სწორედ ამისთვის ჩვენი ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. ცხადია, ვერავის ვერ დააშინებენ, ვერავის ვერ აიძულებენ ხელი აიღოს წინააღმდეგობის მოძრაობაზე რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.